ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღე ასე აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსალოდნელ განაჩენს, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უნდა გამოუტანონ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს დღეს საბოლოო განაჩენი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება 21 მაისს 11 საათზე გამოცხადდება. მანამდე კი საზოგადოებას ლევან ხაბეიშვილმა ბრალდებული სტატუსით დღეს ბოლოჯერ მიმართა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს პოლიტიკური განცხადებების გამო ასამართლებენ, მას ივანიშვილის პროკურატურა სპეცრაზმელებისთვის ქრთამის შედავაზებას ედავება. ნუცა ბახუტაშვილი ესწრებოდა დღევანდელ სასამართლოს ხდომას, ის ელოდებოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებთან ერთად საბოლოო განაჩენის გამოცხადებას. ნუცა სულ რამდენიმე წუთში უკვე ხაზია, და ის მოგვიყვება რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე. დღეს ელოდებოდა ნუცა ყველა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას, თუმცა როგორც ჩანს ეს გადაიდო, მაგრამ რა თქვა ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბოლო მიმართვაში? დიახთამარ, საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა დღევანდელი პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილების მოსასმერად. მოსამართლემ დღეს გამოაცხადა, რომ აღარ იტყვის სარეზოლუციო ნაწილს ამ გადაწყვეტილებისას დღევანდელ ხდომაზე, ისარგებლებს სათათბირო დროის უფლებით და გადაწყვეტილებას უკვე ხვალ 21 მაისს გამოაცხადებს. მანამდე კი მან ბრალდებული პოლიტიკოსის ლევან ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვა მოისმინა, რომელიც ისედაც ყოველ ხდომაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იქნებოდა ეს პოლიტიკური, სოციალური პროცესები თუ საკუთარი სისხლის სამართლის საქმე, განცხადებას ყოველთვის აკეთებდა, თუმცა დღევანდელი დღეც არ ყოფილა გამონაკლისი და მოისმინა მოსამართლემ მისი საბოლოო სიტყვა და ამ საბოლოო სიტყვაში ლევან ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა, თქვა, რომ 9 თვის განმავლობაში განიხილავდნენ საქმეს, რომელიც წინამძღოლში სულ 3 საათს გაგრძელდა და ეს არის საქმე მის წინააღმდეგ მტკიცებულებებისა და მოწმეების გარეშე. გიორგი კონდახაშვილი არის ჩვენთან ერთად, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვართ, დღეს ველოდებოდით გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, რას მიანიშნებს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მხრიდან სათათბირო და ამდენი ხნით გასვლა მომდევნო ხდომამდე გადადო გადაწყვეტილების გამოცხადება? უნდა იფიქროს გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი არის თქვენი მოლოდინი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? რა გითხრათ, ვერ გეტყვით რა დაუდო საფუძვლად ამ სათათბიროდ გასვლა, თუმცა გამოსაკვლევი და სათათბირო არც არაფერი არ არის ამ საქმეში. ხაზგასმით აღნიშნავ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ გახდება სამართლებრივი აბსურდის თანამონაწილე და თავდაყირა არ დააყენებს აქამდე არსებულ როგორც სასამართლო პრაქტიკას, ასევე სამოხელეო დანაშაულის ქრთამის მიცემის სამართლებრივ განმარტებას და მე როგორც იურის კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, მაქვს მოლოდინი, რომ დადგება ლევანთან მიმართებით გამართლებელი განაჩენი. თუმცა ახლა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ხვალ გამოცხადება განაჩენი 2 საათს. ბატონო გიორგი, ჩვენ ვნახეთ, რომ 9 თვის განმავლობაში არაერთხელ გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება და არც ერთხელ არ შეიცვალა ეს უმკაცრესი ფორმა აღკვეთის ღონისძიების. პატიმრობაში რჩებოდა ლევან ხაბეიშვილი, საბოლოო სიტყვაში მან ამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ, რა წინაპირობა ჰქონდა ლევან ხაბეიშვილის პატიმრობას ამ 9 თვის განმავლობაში და რომ არა პოლიტიკური საფუძველი ამ საქმის, როგორც თავად ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, უნდა დარჩენილიყო თუ არა ამდენი თვის განმავლობაში პატიმრობა? რა თქმა უნდა, არა, პატიმრობა ეს იყო უკანონო პატიმრობა, თითქოს და ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე და არც ერთი მოწმე არ მოუყვანიათ გარდა ერთისა. მტკიცებულებები არაფერი არ არსებობდა საქმეში გარდა ლევანის საჯარო გამოსვლებისა. ფაქტია, პროცესი მაქსიმალურად გაიწელა ბოლომდე, 9 თვეა უკვე ლევანი არის პატიმრობაში და სულ 3 საათში ჩაეტია აღნიშნული საქმის განხილვა, გულისხმობ იმ ვიდეოების დემონსტრაციას და ერთი მოწმის დაკითხვას. აქედან გამომდინარე, როგორც პატიმრობა იყო პოლიტიკურად დაკვეთილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ განაჩენში მაინც არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება, ობიექტური გადაწყვეტილება და არ დადგება თავდაყირა მანამდე არსებული პრაქტიკა ამ მიმართულებით. უხმეს მადლობა გიორგი კონდახაშვილს.
სუსმენდით თქვენ როგორც გითხარით არაერთი ადამიანი შეიკრიბა ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად გადაწყვეტილების მოსასმენად მათ შორის არის პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება ბატონო გიორგი ჩვენ ყველა ველოდით დღეს რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე გამოიტანდა გადაწყვეტილებას თუმცა მან გადაწყვიტა რომ სათათბირო დრო საკმაოდ ხანგრძლივი ვადით გამოიყენოს და ხვალინდელს ხტომაზე გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება როგორ ფიქრობთ ეს დრო მას რეალურად სჭირდებოდა იმისათვის რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს თუ რას თან გვაქვს საქმე ხაბეიშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში ზუსტად აი ამ ცინიზმისთვის ეხლა რაც ხდება რომ დღეს არ მიიღო გადაწყვეტილება და ნერვებზე გვეთამაშება 26-ში უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრი რომ აი ეს რაღაცა არაადამიანური მოპყრობა უნდა დასრულდეს. ჯერ რაღაც პატარა დარბაზს აძლევ რომ ყველა ვერ დაესწროს. მერე თუ ყველა ველოდით რომ დღეს უნდა გამოცხადებულიყო პროცედურები დამთავრდა და ეხა ხვალისთვის გადადო. ეს ხო არია ნერვებზე თამაში. ხახნო ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ. დღეს ლევანის საქმე იყო აქ, მაგრამ გვერდზე ოთახში კიდევ არაერთი პატიმრის ჩვენი თანამებრძოლის საქმე თუ არ ვცდები 10-12 ბრალდებული არის ერთად, ხო? ეს უსამართლობა. აი ჯარიმები რო გაწუხებთ თქვენ მაღალი ფასები რო არ გისმენთ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული ამ ყველაფერში უკან დაიხევს როცა ჩვენ ბევრი ერთად ვიქნებით 26-ში საღამოს 7 საათზე მოდით ამიტომ თავისუფლმაზე რა ქვია უნივერსიტეტთან ერთად გავიდეთ რუსთაველზე საინტერესო შინაარსი გვაქვს და ძალა ერთობაში ერთ მუშტად შეკრულებს ჩვენ ვერავინ დაგვიპირისპირდება ნახეთ უბრალოდ დღეს რაზე საუბრობენ დანიას არიგებენ ჭკუას დანიური პენსიონერი და ქართულ პენსიონერს ამათ ხელში არავის არ ექნება. იმაში კარგში შეედარონ, ხო? აი ეს ამიტომ აი ამ უსამართლოებს არაადამიანურ მოპყრობას ჩვენ სიკეთით ერთად დგომით უნდა დავამარცხოთ. ეს არის ერთ-ერთი გზა. მადლობა, დიდი მადლობა გიორგი ვაშაძეს უსმენდით თქვენ რომელიც იმყოფებოდა ასევე ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე დღეს მთელი ყურადღება საზოგადოებისაც მათ შორის და ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ იყო მიმართული რათა ყველა ელოდა გამოცხადდებოდა ლევან ხაბეიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დღეს მხოლოდ ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვა მოისმინა ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ თუ რა ჰქონდა სათქმელი ლევან ხაბეიშვილს სასამართლოსთვის რომელიც 9 თვეა პატიმრობაში იმყოფება და რომელიც ყველას ხტომაზე აცხადებდა რომ ეს იყო საქმე დაზარალებულის გარეშე და რომ მას არ ედავებოდნენ არაიმე ქმედების ჩადენას არამედ მხოლოდ პოლიტიკურ დაპირებასა და პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ობიექტის ვისაც გადასწორდა არ არსებობს სიკეთე რომელსაც მე მივიღებ პირობითად ადამიანს ედავებინა სამხედრო დანაშაულს თუ ვიღაცა რაღაცა თავაზობ თქო სიკეთე რომელსაც მე მივიღებ ის მინიმუმში არის ან მატერიალური სიკეთე აქეთ ვიღაცა თუ თავაზობ რაღაცა თავაზობ თუ რაღაც ტენდერი მომაგიზია და მის საკუთარ დამიმიწება და ობიექტი და არ არსებობს ესეთი მე ვაგავდე და ვიჟიო რომ დაჭეროს რაღაც Ele dá essa minha vídeo do estado do mas está sendo muito aí é outra isso აი ვერაფერს ვერ გეტყვით რა არაფრის თქმა არ შემიძლია ნახოთ დაველოდოთ თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიურჩიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული ვარ რომ ბევრ შეაშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება იმიტომ რომ ლევანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო, ისჯება თავისი ხალხის სიყვარულის გამო, იმიტომ რომ ის გედედეს თანამშრომლებს მოუწოდებდა რომ სისხლი არ დაეღვარათ, არ დაესისხლიანებინათ ახალგაზრდები და ამის გამო პირდებოდა ჯილდოს და დამხობას რაც შეეხება ყველგან ამბობდა მშვიდობიანი დამხობა დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც გამოდის 200,000, 300,000 უკმაყოფილო ადამიანი თავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გადადგეს და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ყველა 4 ოქტომბერს ითხოვდა სამართლიან არჩევნებს. დანარჩენი იმას არც ერთს არ უნდა ქვეყნისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა და გაბედონ და ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები. გავიდნენ ქუჩაში, ჩავიდნენ მეტროში და ნახონ ერთი როგორი რეიტინგი აქვთ.
ლევან ხაბეიშვილს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლი აქვს წარდგენილი ბრალად. ერთი ეს არის ძალადობით სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლისაკენ მოწოდება და მეორე არის ქრთამის დაპირება საჯარო მოხელისათვის. ხაბეიშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე, რომელიც სათათბიროდ გავიდა დღეს 20 მაისს და შემდგომ სხდომაზე, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული, უკვე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, თუმცა დღევანდელ დღეს ამ საქმეში ბრალდებული არის ლევან ხაბეიშვილთან ერთად მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც უკვე აქვს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული სტატუსი, მას 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და ხაბეიშვილის ეპიზოდზე მას ედავებიან გამოძიებისათვის ხელის შეშლას, თუმცა მურთაზ ზოდელავა დღევანდელ სხდომას არ დასწრებია როგორც წინა სხვა სხდომებს, შესაბამისად მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. ახლა ჯერი არის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეზე, რომელმაც როგორც გითხარით, გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს ხვალ 21 მაისს.